საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის ავტომანქანის მძღოლმა საქართველოს ტერიტორიის გავლით ნიდერლანდების სამეფოში ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მიზნით საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინა და თავის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში არსებულ ტვირთის სპეციალურ სამალავში უკანონოდ შეიძინა 298 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, რაც 6 ივნის გუგუთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში და ბათუმის მიმართულებით გადაზიდა. აღნიშნული ნივთიერება სამართალდამცველებმა სპეციალურად მოწყობილ სამალავიდან ამოიღეს. დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გადაზიდვის ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში სავარაუდოდ მონაწილე სხვა პირთა მხილების და სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემის მიზნით.